მეგობრებო, მოგესალმებით, ვიწყებთ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხდომას. დღეს წესრიგით გვაქვს გათვალისწინებული 4 საკითხი. პირველი ეს არის ფინანსური ხელშეკრულება 2022 წლის 22 დეკემბრის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი. შემდეგი ეს არის სასესხო შეთანხმება საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თბილისის მეტროს პროექტი. შემდეგი ეს არის 2016 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა მესამე ცვლილების პროექტი და ბოლო საკითხი ეს იქნება სუამის საპარლამენტო ასამბლეაში 2024 წელს ჩვენი დელეგაციის ანგარიში. გთხოვთ თანხმობას დღის წესრიგზე. გმადლობთ. პირველ საკითხზე მოხსენებელი არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ნინო თანდილაშვილი. მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების ცვლილების პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მხრიდან განხორციელდა 2022 წელს. ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შეთანხმება გახლავთ თავის შინაარსით სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას და მოდერნიზაციას სრულად. სესხის მოცულობა არის 20 მილიონი ევროს ოდენობის თანხა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ ასე ვთქვათ სასესხო თანხის ფარგლებში 2029 წლის 31 დეკემბრამდე გათვალისწინებული არის მთლიანად ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს დამატებით 20,000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვას და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ისარგებლებს 11,000 ოჯახი, რაც დამეთანხმებით ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სარწყავი და ირიგაციის სისტემების მოწესრიგებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბუნებრივია ეს პროექტი, ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობს საირიგაციო სისტემების მოწესრიგებას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ცენტრალური მაგისტრალური არხების, ასევე მეორადი და მესამეული არხების, როგორც პროექტირება, ასევე მშენებლობა და შესაბამისად მოდერნიზაცია და გაუმჯობესებულად მოხდება წყლის მიწოდება ფერმერებისთვის და მოსახლეობისთვის, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება ამ რეგიონში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვსაუბრობთ, სადაც მოგეხსენებათ, რომ სასოფლო სამეურნეო საქმიანობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები, წარმოდგენითი ცვლილება, ასე ვთქვათ, მიზნად ისახავს სასესხო ხელშეკრულების პირველი წლის ფარგლებში დაზუსტებული და განსახორციელებელი აქტივობები რაც არის, ანუ წელს რა აქტივობებიც უნდა განხორციელდეს, ეს არის ძირითადად საპროექტო სამუშაოები, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურის პროექტირებას ძალიან დეტალური შეფასება სჭირდება და სწორედ ამ პროექტირების სამუშაოებისთვის რა აქტივობებიც განხორციელდება, თანხის დაზუსტება ხდება, ასე ვთქვათ 450,000 ევრო არის გათვალისწინებული ამ წელს აღნიშნული სამუშაოებისთვის და ბუნებრივია ამ ყველაფერზე შეთანხმება ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში მოხდა დამფინანსებელსა და ბენეფიციარს შორის ზუსტად განისაზღვრა ის სამუშაოები, რაც განხორციელდება და შესაბამისად იმ თანხის ოდენობა, რაც აუცილებელი არის ამ სამუშაოების განსახორციელებლად. ამავდროულად გარკვეული პირობები ზუსტდება შეთანხმებაში, რომ ყოველ მომდევნო ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობები, რასაც არსებული შეთანხმება ითვალისწინებდა, მათ შორის პროექტის განმახორციელებელი გუნდის არსებობა ადგილზე და სხვა გარკვეული წინაპირობები, რაც გათვალისწინებული იყო თითოეული ტრანშის ჩამორიცხვისათვის, ამ საკითხებზე მოხდა შეთანხმება დამატებით, ასე ვთქვათ, ბანკთან და დაზუსტდა საკითხები იმისთვის, რომ პროექტირების სამუშაოების შემდგომ ძალიან სწრაფ ვადებში განხორციელდეს უშუალოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მოდერნიზაცია და მშენებლობა. ეს არის ძალიან მოკლედ წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, რა თქმა უნდა, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ასე ვთქვათ, ქვეყანას აქვს საირიგაციო სისტემების მოწესრიგება პრიორიტეტად გამოცხადებული და მომდევნო წლების განმავლობაში ნამდვილად უპრეცედენტო რაოდენობის თანხები დაიხარჯება, როგორც სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების და ბანკების მხარდაჭერით იმისთვის, რომ საირიგაციო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში მოწესრიგდეს და ფერმერებმა უკეთესად ისარგებლონ წყლით და რა თქმა უნდა ეს გაზრდის სასოფლო სამეურნეო საქმიანობის ეფექტიანობას და პროდუქტიულობას საბოლოო ჯამში. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა, კოლეგებო, კითხვა ხომ არ არის? ბატონო ლევან. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო.
კი, მე როგორც თელავებს ჩემთვის ირიგაციის მნიშვნელობა ალბათ გასაგებია. ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა თავად ხელშეკრულებაზე მაქვს მე კითხვა, არ ვიცი, მე ახალი ვარ და შეიძლება წინაზე გქონდათ ამას განხილვა და არ ვიცი უბრალოდ. ეს პროექტი იყო და მაშინ ცვლილებები შედის. რატო გახდა ეს ცვლილებები საჭირო? თავიდან არ იყო გათვალისწინებული, თუ მე ამ თანხის გადაადგილება ეს პროექტი რატო გახდა, მანამდე რატომ არ იყო ეგ რო განუმარტოთ საზოგადოებას. მადლობა. სხვა კითხვები არ არის. გაბატონინო, უპასუხეთ და მე მაქვს ერთი კითხვა. ბატონო, მოგახსენებთ, დიახ, ანუ ეს არის არსებული სასესხო შეთანხმება, როგორც მოგახსენეთ, სადაც დეტალურად იყო გაწერილი, ასე ვთქვათ, პროექტის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი პირობები. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, შეთანხმებას ხელი მოეწერა, პირველი ტრანშის თანხა გათვალისწინებული იყო არანაკლებ 1 მილიონი ევროს ოდენობის თანხისა, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ერთობლივად, ასე ვთქვათ, დამფინანსებელთან და ადგილობრივ განმახორციელებელთან ერთად მუშაობა, დავაზუსტეთ ის აქტივობები, რაც წელს განხორციელდება პროექტის ფარგლებში, შესაბამისად ჩამოსარიცხი თანხის მოცულობა, ნაცვლად 1 მილიონი ევროსი, განისაზღვრა 450.000 ევროს ოდენობით. ამასთან ერთად ცვლილება ითვალისწინებს რამოდენიმე საკითხთან მიმართებით კიდევ ცვლილებას ხელშეკრულებაში. ერთი ეს არის, რომ ჩამორიცხული თანხა, რომელიც და გასაწევი ხარჯები, რაც უნდა გაიწიოს პროექტის ფარგლებში, ასე ვთქვათ, დღეთა რაოდენობა, რა დღეების განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სამუშაოები 180 დღიდან 360 დღემდე გაიზარდა, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, საკმაოდ კომპლექსური სამუშაო არის გასაწევი, ასე ვთქვათ, პროექტის ფარგლებში და ეს წინაპირობა პირველი ტრანშის გაცემაზეც გავრცელდება, შესაბამისად ეს ცვლილება, რაც მოგახსენეთ და გარდა ამისა გაუქმდა სხვა გარკვეული წინაპირობები თანხის თითოეული ტრანშის ჩამორიცხვისათვის და ეს გახლავთ ერთ-ერთი მაგალითად წინაპირობა არის, რომ პროექტის განმახორციელებელი ერთეულის არსებობა, მოგეხსენებათ, როდესაც საერთაშორისო ხასიათის პროექტი ხორციელდება, სტანდარტულად ეროვნულ დონეზე ყავს ეგრეთ წოდებული პროექტის განმახორციელებელი, ასე ვთქვათ, გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი არის როგორ ამ პროგრამის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვაზე, განხორციელებაზე, ზედამხედველობაზე და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ტრანშის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პროექტის განმახორციელებელი გუნდი ადგილზე უკვე ფუნქციონირებადი უნდა ყოფილიყო, ასეთი ტიპის კონსულტანტების აყვანას გარკვეული დრო სჭირდება და ამიტომ ამ ნაწილშიც ცვლილება შევიდა იმისთვის, რომ ეს არ იყოს წინაპირობა, ასე ვთქვათ, ამ ტრანშის ჩამორიცხვის და ხო, ნუ პრინციპში აი ეს არის, ასე ვთქვათ, ის მინიმალური ცვლილებები, რასაც ითვალისწინებს წარმოდგენილი ხელშეკრულება, თუმცა ძირითადი მაინც არის თანხის ნაწილში, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, წელს განსაზღვრული აქტივობებისთვის კონკრეტული თანხის და ტრანშის გადმორიცხვა მოხდეს და დაიწყოს უკვე საპროექტო დოკუმენტაციაზე აქტიური მუშაობა და შესაბამისად პროექტირების სამუშაოებიც. მადლობა, მე მაქვს ერთი ზოგადი ხასიათის კითხვა, რახან ირიგაციაზე ვლაპარაკობ და ზოგადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იშვიათად ვლაპარაკობთ ირიგაციაზე. ანუ ბიუჯეტიდან თუ არის გამოყოფილი ამ მიმართულებით თანხები და პრიორიტეტული რეგიონები რომელია და თუ შეიძლება კიდევ სწორად მახსოვს თუ არა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითაც იყო რაღაც პროექტი, რაღაც ერთობლივი ირიგაციის პროექტი და ამაზეც რო გითხრათ ორი სიტყვით. მადლობა. დიახ, მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები გამოიყოფა იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით განვითარდეს საირიგაციო ინფრასტრუქტურა. რა თქმა უნდა, აქცენტი პირველ რიგში არის კახეთისა და ქართლის რეგიონებზე. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დატვირთული რეგიონებია სასოფლო-სამეურნეო კუთხით და ასევე, ასე ვთქვათ, გარკვეულ ტერიტორიებზე წყლის დეფიციტის პრობლემები დგას დღის წესრიგში და სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის საირიგაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. დასავლეთ საქართველოში მაინც აქცენტი ძირითადად არის დრენაჟის მიმართულება, იმიტომ რომ ისედაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, წყალუხვია დასავლეთ საქართველოს და კლიმატური პირობებიც, რა თქმა უნდა, განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით და ნუ დასავლეთ
აღმოსავლეთში მაინც სადრენაჟო სისტემების მოწყობა და განვითარება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების ათვისება მოხდეს აქტიურად სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, არის პრიორიტეტი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, როგორც მოგახსენეთ, ასე ვთქვათ, რამოდენიმე მიმართულებით არის და რამოდენიმე მუნიციპალიტეტში პროექტები დაგეგმილი, მათ შორის ეს ვთქვათ, ზემო და ქვემო სამგორის საირიგაციო სისტემების მოწესრიგება, რომელიც ერთის მხრივ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, გარდაბნის მხარეს მოამარაგებს სრულად თანამედროვე საირიგაციო ინფრასტრუქტურის საშუალებით სარწყავი წყლით და ასევე, ასე ვთქვათ, პრიორიტეტში გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში ისევ კახეთის რეგიონისთვის ილტოს წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომელიც კახეთის მხარეს, კახეთის რეგიონს ხელს შეუწყობს, ასე ვთქვათ, მუდმივი წყალმომარაგების კუთხის. ამ მიმართულებით უკვე, ასე ვთქვათ, პირველადი კვლევები გამოცხადებული გვაქვს და შერჩეული არის საერთაშორისო კომპანია, რომელსაც დაწყებული აქვს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული feasibility study, იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ ამ ილტოს წყალსაცავის მშენებლობის საკითხი და შევისწავლოთ დეტალურად და მე ამის საფუძველზე დაიგეგმოს უკვე შესაბამისი სამუშაოები და რაც შეეხება ანუ იმ კონკრეტულ ცხინვალის მიმართულებას, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებითაც გარკვეული გეგმები აქვს საქართველოს მელიორაციას და ბუნებრივია მზად ვართ, რომ დამატებით ინფორმაცია წარმოგიდგინოთ დეტალურად ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, დაფინანსება ყოველწლიურად არის მზარდი და რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სახელმწიფო დაფინანსებისა, გვაქვს ისეთი პარტნიორები, როგორც არის მსოფლიო ბანკი, რომელიც საკმაოდ აქტიურად აფინანსებს სამელიორაციო და საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და აზიის განვითარების ბანკი, რომელიც შემოვიდა ასევე ამ სექტორში და ძალიან მნიშვნელოვან პროექტების განხორციელებაში გვეხმარება. ანუ ჯამში საკმაოდ სოლიდური, ასე ვთქვათ, ინვესტიციის განხორციელება იგეგმება უახლოეს წლებში იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით სრულად მოვაწესრიგოთ და აღვადგინოთ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად იყო წარსულ პერიოდში განვითარებული სარწყავი და საირიგაციო ინფრასტრუქტურა და აღდგეს მათ შორის, ასე ვთქვათ, ის ძველი სარწყავი სისტემები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, განჯისყრაზე ვაყენებ პირველ საკითხს, ვინ არის მომხრე, რომ მივიღოთ, გმადლობთ, მიღებულია. მადლობა. შემდეგი საკითხი ეს არის სუამის საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივი მოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიში. ბატონო დავით, გთხოვთ წარმოადგინოთ საკითხი. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. მოგახსენებთ, რომ 2024 წლის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანში გამართულ საპრეზიდენტო და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში. კერძოდ 2024 წლის 7 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა აზერბაიჯანში, სადაც ვიყავი დელეგაციის ხელმძღვანელი სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე სადამკვირვებლო მისიაში შედიოდნენ უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლები და 2024 წლის 1 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა აზერბაიჯანში, ასევე გახდით სუამის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, სადაც ასევე იყვნენ უკრაინის და მოლდოვის რესპუბლიკის წარმომადგენლები და ამ შემთხვევაშიც მონაწილეობა მივიღეს სუამის საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით. ასევე 2025 წლის 3 მარტს, მაგრამ აქვე ამ საკითხსაც გეტყვით, ჩატარდა საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ვირტუალურად, იყო კომიტეტი, ბიურო და სესია, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩვენმა კოლეგამ თორნიკე ჭეიშვილმა, რომელიც შესაბამისად დაესწრო აბსოლუტურად ყველა ამ ფორმატით გამართულ ფორუმს და დააფიქსირა ჩვენი დელეგაციის, საპარლამენტო დელეგაციის პოზიცია. ეს არის და ეს ბატონო თავმჯდომარე ჩვენი აქტიურობა აი ამ საკითხებით შემოიფარგლა 2024 წელს და პრინციპში დღემდე რაც იყო აქტიურობა ყველაფერი მოგახსენეთ. მადლობა ბატონო დავით.
ცნობად მივიღოთ თუ კითხვა არ არის კოლეგებო ცნობად მივიღოთ ეს ანგარიში. მადლობთ. შემდეგი საკითხი ეს არის სასწრაფო შეთანხმება საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი ბატონი გიორგი კაკაურიძე წარმოადგენს. მადლობა მოგესალმებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკითხი ეხება თბილისის მეტროსთვის ვაგონების შეძენას მოგეხსენებათ თბილისის მეტროს ემსახურება 58 შემადგენლობა 4 ვაგონიანი შემადგენლობა რომელთა ექსპლუატაციის ვადა უკვე იწურება 2038 წლამდე მომდევნო 13 წლის განმავლობაში სრულად იწურება ამ ვაგონების ექსპლუატაციის ვადა შესაბამისად თბილისის მერიამ უკვე გასულ წელს დააყენა საკითხი ახალი ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით და ჩვენ დავიწყეთ საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა ამ კუთხით. შევთანხმდით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც უზრუნველყოფს ნაწილობრივი თანხის გამოყოფას ჯამში პირველი ეტაპისთვის მომდევნო 7 წლიან პერიოდში დაგეგმილია დაახლოებით ჯამში დაგეგმილია 212 ვაგონის შეძენა, თუმცა პირველ 7 წლიან პერიოდში დაიგეგმა 97 ვაგონის შეძენა, აქედან დაახლოებით 205 მილიონი ევროს ოდენობით განისაზღვრა თვითონ ვაგონების ხარჯი, თუმცა ამავდროულად საჭიროა დეპოს რეაბილიტაცია, ასევე დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაცია და სიმულაციური ცენტრის მოწყობა, რომელიც სადაც ტრეინერებს გაივლიან უშუალოდ შესაბამისი პირები, მეტროს შესაბამისი თანამშრომლები, რაც შეეხება ჯამურად არის 250 მილიონი ევრო, თუმცა ჩვენ სესხის სახით ვიღებთ 125 მილიონი ევროს, დანარჩენი 125 მილიონი ევრო გამოყოფილი იქნება უკვე ბიუჯეტიდან. ეს არის პროექტი, რომელიც 2031 წლამდეა გაწერილი და მომდევნო წლიდან ეტაპობრივად დაიწყება შესაბამისი ვაგონების მოწოდება. რაც შეეხება სესხის პირობებს, არის 22 წლიანი სესხი, მათ შორის 7 წელი გვაქვს შეღავათიანი პერიოდი, რაც ეხება საპროცენტო განაკვეთს, ევრიბორზე დაფუძნებული საპროცენტო განაკვეთია და ევრიბორის დაემატება 0.6-იან ევრიბორს დაემატება 0.8%-ის ოდენობით მარჟა. ეს არის სესხის პირობები, რაცაც ჩვენ მოგვიწევს მომდევნო წლებში ანაზღაურება. დიდი მადლობა. მადლობთ. არის კითხვები? არ არის დიდი მადლობა. დასაზუსტებლად, ესე იგი მომავალ წელს დაიწყება უკვე შესყიდვა, ხო? შესყიდვის პროცედურა დაწყებულია უკვე, თუმცა მომავალ წლის ბოლოდან უკვე ველოდებით რომ შეიძლება პირველი ეტაპი მოწოდების დაიწყოს. კარგი. მადლობთ. მადლობა. ვაყენებ კენჭისყრაზე საფიც, ვინ არის მომხრე? მადლობა. დიდი მადლობა. და დღეისთვის ბოლო საკითხი, ეს არის წერილ შეთანხმება 2016 წლის 9 დეკემბრის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა ნომერ 13 ცვლილების შესახებ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი პატარიძე. მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკსა და სახელმწიფოს შორის სესხის მოცულობა გახდათ 100 მილიონი ევრო, რაც განპირობებული იყო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით მუნიციპალურ დონეზე. 2020 წელს ცნობილი COVID პანდემიიდან გამომდინარე მოხდა ასე ვთქვათ, სწორედ ამ სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში რეპროგრამირება და შესაბამისად დარჩენილი აუთვისებელი თანხა განპირობებული იქნა COVID პანდემიიდან წარმოქმნილი ფინანსური ვალდებულებების მიმართულებით. ჩვენ სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ რიგი აქტივობები გვაქვს დაგეგმილი მიმდინარე წელს და ასევე მომდევნო წელს ჩვენ მოვითხოვეთ ფინანსთა სამინისტროსგან, რომ მომხდარიყო სესხის ასე ვთქვათ ხელშეკრულების გახანგრძლივება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შესაბამისად სწორედ მიმდინარე წელსა და მომდევნო წელს დაგეგმილი გვაქვს აქტივობები, როგორიც არის მაგალითად სასწრაფო სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანების შესყიდვა დაახლოებით 150 ერთეული მანქანა ყავს, ასე ვთქვათ, დაგეგმილი რომ შევისყიდოს სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, რაც ერთგვარად მოგცემს იმის საშუალებას, რომ განვაახლოთ ავტოპარკი, ასევე დაგეგმილი გვაქვს სისხლის ცენტრალური ბანკის შექმნა ძველი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის ბაზაზე,
და შესაბამისად სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება სრულად აღჭურვა შესაბამისი ლაბორატორიული თუ სამედიცინო აღჭურვილობით. ასევე დაგეგმილი არის გენეტიკური ლაბორატორიის მოწყობა და სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში ასევე გაგრძელდება ბატონი თენგის წესრიგის სახელობის თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2024 წლის მეოთხე კვარტალში ჩვენ გავხსენით საერთაშორისო სტანდარტების ინფექციური საავადმყოფო და სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, ანუ გასულ წლებშიც ხორციელდებოდა სპეციალური ლაბორატორიული თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა და სწორედ მომავალ წელსაც, ასე ვთქვათ, მიმდინარე წელსაც და მომავალ წელსაც გაგრძელდება შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა. მადლობთ. კითხვები ხომ არ არის კოლეგებო, ქალბატონო ეკა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რა თქმა უნდა, საჭირო. უბრალოდ არ მახსოვს თქვით თუ არა სესხის თანხა და სესხის პირობები თუ შეიძლება რომ გავკოცნოთ. სესხის მოცულობა გახდათ 100 მილიონი ევრო, აუთვისებელი თანხა სწორედ ამ 100 მილიონი ევროდან დარჩენილი არის 38 მილიონი ევრო, რომელიც სრულად მოხმარდება სწორედ იმ აქტივობებს, რაც ზემოთ იქნა ჩამოთვლილი. და პირობები არ იცვლება. პირობები უწყლოდ. 25. სხვა კითხვები ხომ არ არის? არ არის. ვაყენებ კენჭისყრაზე ამ საკითხს ვინ არის მომხრე? მადლობთ. საკითხი მიღებულია. მადლობა ბატონო გიორგი. მეგობრებო, ეს იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი. თუ რაიმე სხვა საკითხზე გსურთ აზრის გამოთქმა, თუ არა, მაშინ დღევანდელი კომიტეტის ხდომა შეგვიძლია დავხუროთ და შევხვდებით უკვე აპრილში. მადლობთ.